დემოკრატიათა თანამეგობრობის მმართველი საბჭოს წევრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან. ერთობლივ განცხადებაში ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, კანადა, ფინეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ნორვეგია, რუმინეთი და შვედეთი გმობენ ქართული ოცნების არაპროპორციულ და გაუმართლებელ ძალადობას მოქალაქეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. საბჭოს წევრი ქვეყნები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციისა და ბოლო საარჩევნო პროცესის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. ჩვენ ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ცდილობს გამოიყენოს თავისი მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და აზრისა და გამოხატვის თავისუფლება, რომლის პატივისცემად შედის 2000 წლის ვარშავის დეკლარაციის პრინციპებში. დემოკრატიათა თანამეგობრობის მმართველი საბჭოს ხელმომწერი წევრები იყენებენ ამ შესაძლებლობას და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობისა და მისი მოქალაქეების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზე, ისევე როგორც ერთგულებაზე, ასევე დაუბრუნდეს მის კონსტიტუციურ ვალდებულებებს და ჩაატაროს გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიება დაფიქსირებული დარღვევების შესახებ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს და მის წინ.